მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, მიუხედავად ადამიანის ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, მიუხედავად მისი რელიგიური მწამსისა და პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობისა და რა თქმა უნდა მიუხედავად მისი დიაგნოზისა. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, ვსაუბრობთ თავარ ღირებულებაზე ნებისმიერი საზოგადოებისათვის. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, რომელიც ყველაზე მეტად გასაფრთხილებელია. და ეს გასათვალისწინებელია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამაზე მშობლები საუბრობენ. მშობლები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, განსაკუთრებული სინაზით და სიფაქიზით საუბრობენ შვილებს. დღეს მე ზუსტად ისე ვისაუბრებ, როგორც ყველა თქვენგანი, თითოეული თქვენგანი, როგორც მშობელი იტყოდა, რა გვინდა ჩვენი შვილებისთვის? ძალიან ბევრი რამ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენი შვილებისთვის გვინდა ჯანმრთელობა. ჩვენი შვილებისთვის გვინდა კეთილდღეობა, გვინდა თავისუფლება, გვინდა სიყვარული. სიყვარული, რომელიც ყველაფრის მამოძრავებელია, რაც უკვე ვახსენე. და თუ აი ამას გავითვალისწინებთ, ალბათ არავისთვის იქნება გასაკვირი, რატომ ეუბნებოდნენ ხოლმე ყოველთვის ბავშვებს, რომ დღე გრძელი იყავი, დიდი გაიზარდე, ტკბილად დაბერდი და ასე შემდეგ. დიახ, დღეგრძელობა, ანუ ხანგრძლივი სიცოცხლე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გასაგები, ბუნებრივი და ადვილად ასახსნელი სურვილი, რომელიც შეიძლება ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ჰქონდეს და რა გასაკვირია, რომ ჩვენ მშობლებს გვინდოდეს ჩვენმა შვილებმა დიდხანს იცოცხლოთ. არც ის არის ალბათ გასაკვირი, როდესაც მშობელს უნდა შვილმა კარგად იცხოვროს, ანუ ცხოვრების ხარისხი ჰქონდეს მაღალი, არა უბრალოდ ბევრი წელი იყოს მისი სიცოცხლე, არამედ შინაარსი და ცხოვრება შესძინოს თითოეულ წელს, რომელსაც იგი გაატარებს ამ სამყაროში. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისუფლება, რომელიც ჩვენ შვილებს სიყვარულით გვინდა მივცეთ. თავისუფლება, რომელიც განსაზღვრავს არჩევანის შესაძლებლობას და ცხოვრების წესი ასეთ შემთხვევაში სწორედ ამ თავისუფლებისა და არჩევანის შესაძლებლობის გამოვლინება, ისევე როგორც ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი შვილების ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ერთი მხრივ დღეგრძელობის სურვილით, მეორე მხრივ ცხოვრების ხარისხის სურვილით, ცხოვრების წესის საუკეთესო არჩევანით, ჩვენ რომ ძალიან ხშირად წარმოგვიდგენია ჩვენი შვილებისთვის რომ კარგი იქნება. არადა ხშირად საკუთარ თავსაც ვახსენებთ, რომ შვილების სამზერი თვალებით უნდა ვუყუროთ სამყაროს იმისთვის, რომ ჩვენი შვილების განცდა ტკივილები უფრო ადვილად გავიგოთ. და ჩვენ შვილებს რა სჭირდებათ? მოსმენა. ანუ მათ აუცილებლად სჭირდებათ ის გარემო, სადაც არა უბრალოდ ცხოვრების ეტაპებს გადიან, არამედ სადაც უსმენენ. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ყველა ასაკში სჭირდება ჩვენ შვილს და ამ მხრივ ოჯახი საუკეთესო გარემოა. გარემო, რომელსაც შეუძლია არა უბრალოდ მოусმინოს ბავშვს, არამედ იზრუნოს ძალიან დიდი სიყვარულით მასზე და შეუქმნას ყველაზე უსაფრთხო სივრცე. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მშობლებისა და შვილების ურთიერთობას. ეს ის ძალაა, რომელიც არასდროს აგრძნობინებს სუსტად თავს ჩვენ შვილს. ეს ის ძალაა, რომელიც ყოველთვის ზურგს უმაგრებს. ეს ის ძალაა, რომელიც ნებისმიერ დიაგნოზთან შეჭიდებას გაუადვილებს ჩვენ შვილებს. იცვლება ჩვენი შვილების თავგადასავალი დიაგნოზთან ერთად და ვიცვლებით ჩვენ, იცვლება ჩვენი ცხოვრება. ამიტომ არის განსაკუთრებული ეს გზა, რომელსაც მშობლის დღიური ჰქვია. თავისდაპირველად გახსოვთ, ჩვენ დედის დღიურზე ვსაუბრობდით, იმიტომ რომ დედები იყვნენ თითქოს ამ ტვირთშეჭიდულები. მაგრამ ძალიან მალე ამ პროექტზე მუშაობისას დავრწმუნდით, რომ მამები ეჭიდებიან ამ ტვირთს, ბებიები და ბაბუები ეჭიდებიან ტვირთს, ადამიანები, რომლებიც ქმნიან ოჯახს, რომელთაც მშობლიური ზრუნვა აქვთ პატარებზე და ამიტომ ჩვენს პროექტს ასე დაერქვა მშობლის დღიური. ანუ ეს არის არა უბრალოდ მონათხრობი იმის შესახებ, რა რთულია ამა თუ იმ დიაგნოზთან ურთიერთობა, არამედ რა რთულია მშობლის გზა, რომელსაც ძალიან სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა და საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება არა მხოლოდ დიაგნოზის მიმართ, არამედ იმ ადამიანების მიმართ პირველ ყოვლისა, ვინც ამ დიაგნოზს ატარებს და ვინც ამ დიაგნოზთან ერთად შვილის გზას გადის და საკუთარ გზასაც გადის იმის იმედით, რომ ეს ყველაფერი ერთად შეიძლება დაძლიონ და მოაგვარონ. ამაზე არის ჩვენი რუბრიკა და ამის შესახებ მოგიხსენებთ
ვთხრობთ დღეს ქრისტი შანავა, თუმცა აუცილებლად ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ განსაკუთრებული მოკითხვა უნდა გავუგზავნოთ ჩვენი სიუჟეტის გმირს. მე ვიცი, რომ ის ყველა გადაცემას უყურებს. მე ვიცი, რომ ის წლების მანძილზე არის ალბათ ყველაზე ერთგული ჩვენი მაყურებელი და მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, მე მას ჩვენი გადაცემის მეგობრად მივიჩნევ და საგანგებოდ სიყვარულით წარვადგენთ დღევანდელ ისტორიას. თქვენს გადაცემაში ძალიან ბევრ განათლებულ ადამიანს ვნახულობ, რომლისგანაც ძალიან ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ვიღებ და ხშირად ვუყურებ დედაჩემთან ერთად და ასე ვთქვათ, დედაჩემმა მიმიზიდა, იმიტომ რომ მეც მომწონდა, როდესაც ვუყურებდა და ბავშვობიდან ვუყურებ, შემიძლია რა ვთქვა. მე ვარ ნიკა სვანაძე, ვარ 11 წლის, დავდივარ სკოლაში. და ძალიან მომწონს სკოლა, ყავს არაჩვეულებრივი მასწავლებლები და ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული, მათემატიკა, ინგლისური და იტალიური. მე ვარ გაბუნია ფერიდე, ნიტას დედიკო, რომლის დიაგნოზი გახლავთ ცერებრალური დამბლა, სპასტიური დიპლეგია. დიაგნოზი დავადგინეთ ცოტა გვიან ასაკზე ქვია, ვინაიდან 11 თვე უკვე ამ დაავადებისთვის ცოტა გვიან არის. ნიტა არის ღრმა დღე-ნაკლი დაბადებული 6 თვიანი. მოვლენისთანავე როგორც დედის, ასე ბავშვის სიცოცხლეზე იყო საუბარი ჩვენს გადარჩენაზე და ამიტომ რო დავინახეთ როგორიც იქნებოდა, რა იქნებოდა, ის დიაგნოზის სიმკაცრე, რასაც ქვია, ვერ აღვიქვი. ყოველი დღე იმდენად რთული იყო. მერე უკვე დიაგნოზი ალბათ ვეღარ მომეჩვენა ისე მკაცრი. დავიწყეთ კურნალობა, თვალის რეტინოპათიით არის დაბადებული, ასევე ყურის სმენა როგორი იყო, ასევე გულის მდგომარეობა ღია ოვალური სარქვლით არის დაბადებული. იმის მერე მოვდივართ ვიბრძვით. რეაბილიტაციის შედეგად წინსვლები ნამდვილად გვაქვს. ის უნარები აქვს შემცირებული, რასაც საყრდენმა მომძრავებელი სისტემა ეწოდება და სხვა მხრივ ახლა გონებრივად როგორი გოგოცაა თქვენც ხედავთ. არ მეყვარს ხოლმე რაღაცის მიტოვება და ვცდილობ აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთო ჩემ მაქსიმუმზე, მაგრამ ჩემი ნაკლი ის არის, რომ ყველაფერი თუ არ გამომდის მაქსიმუმზე, საკუთარ თავს თქვით გვემაში ვაგდებ. რაც ჩემთვის ძალიან ცუდია. და დედას ვუმეუბნება ხოლმე, რომ ეს ჩემი მხრიდან ჩემს თვითშეგნებას აზიანებს და ჩემს თვითშეფასებას. ნიტა არის მიზანდასახული და ზედმეტად შრომის მოყვარე. აი ზოგი რაღაცა თუნდაც სწავლაში რომიდან, ნუ აღარ გინდა ეს ეხლა ცოტა ისე ვქნათ, მსუბუქად, არ შეუძლია. უნდა გააკეთოს ან მთლიანად კარგად, ან არ დაიწყებს. ყველა საგანი მისთვის არის ერთმნიშვნელოვნად და ერთნაირად აუცილებელი. ყველა მასწავლებელთან თავისი ურთიერთობა აქვს და მე აი თქვათ, რაღაცა უჭირს, რაღაცა ესე. არა, ჩვენი მთავარი საზრუნავი რაც არის, ეს არის ფეხზე დავაყენოთ გაიაროს და დანარჩენს ვიცი რომ თვითონ აუცილებლად შეძლებს. ნუ რა თქმა უნდა ამაშიც იბრძვის გაჩენის დღიდან და ერთი სიტყვით ვიცი რომ ყველაფერს შევძლებთ ერთად. დედაჩემი არის არაჩვეულებრივი ადამიანი. ყოველთვის მაძლევს თავისუფლებას. როდესაც პრობლემებში ვარდები რომ რატომ არ გამომდის რაღაც მაქსიმალურად, ხშირად მეხმარება ხოლმე და ჩემთვის ყველა პრობლემისგან ასე ვთქვათ თავშესაფარი და ადამიანი რომელიც მეტყვის რა უნდა გავაკეთო და იმ ჩემს ცხოვრებაში არსებულ გარკვეულ პრობლემებში გზას გამიკვალავს ასე ვთქვათ არის დედაჩემი. აი ერთი წუთითაც არ უნდა დაუშვა ის რომ ამას მე ვერ შევძლებ ან ვერ გადავლახავ, არა აუცილებლად. შეძლებ მე ძალად თვითონ ნიტამაც მომცა, მაგრამ თვითონ ჩვენ უნდა შემოუძახოთ, ჩვენ უნდა უთხრათ და დაუდგეთ შვილებს გვერდით, რათა ეს ყველაფერი ერთად გადავლახოთ მთელი შრომით და მთელი ძალისხმევით და ყოველი ეს შრომა უქმად არ ჩაივლის დარწმუნებული.
მე მინდა მისნაირი მომთმენი ვიყო. ძალიან დიდი მოთმინების უნარი აქვს, მეც მაქვს, მაგრამ ცოტათი ფეთქებადიც ვარ და მინდა რომ ეგ გამოვასწრო. გარდა ამისა, მინდა რომ დედაჩემივით ვიყო ძლიერი. მე არ ვარ ისეთ ძლიერი, შეიძლება შორიდან ჩანს, მაგრამ არის რაღაცები დედა უფრო ძლიერია დამიგეთ. კიცედ როგორც პიროვნება ძლიერი. და არა როგორც ძალა და ამიტომ მეც მინდა რომ მისნაირი კარგი დედა ვიყო. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ფურცლავთ კალენდარს ცნობადობის თარიღებთან დაკავშირებით და ჩვენი მაყურებელი მიჩვეულია იმას, რომ ყოველთვიურად არის კონკრეტული მინიშნება, არა უბრალოდ თარიღზე, არამედ პრობლემაზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეს საზოგადოება. 1 ივლისი არის შეხსენება, რომ არა უბრალოდ მიმდინარე წლის მე-7 თვე დგება, არამედ მინიშნება იმაზეც, რომ დადგა ერთი კონკრეტული დაავადების ცნობადობის თვე. დიახ, როდესაც ჩვენ საუბრობთ იუვენილურ ართრიტზე, ართრიტი, რომელიც ბავშვთა ასაკში ძალიან საყურადღებო სამედიცინო პრობლემას წარმოადგენს, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ამ თემის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული არა მხოლოდ ოჯახი, არამედ საზოგადოებაც. იმდენად აქტუალურია ეს პრობლემა და იმდენად მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელიც ამ პრობლემასთან დაკავშირებით უნდა გქონდეს, რომ ყოველწლიურად წელიწადში ერთი თვე ეთმობა ამ საკითხის ცნობადობას. რა თქმა უნდა, არის ცალკე თარიღიც, რომელსაც ჩვენ ასევე უძღვნით ხოლმე გადაცემას, მაგრამ ზაფხული, როდესაც ბავშვების არდადეგებს უკავშირდება, ზაფხული, რომელიც ბავშვების დასვენებას, მხიარულობას, თამაშს, გართობას, ხტუნვას უკავშირდება, გასათვალისწინებელია ყველა იმ პატარასთვის, ვისაც ეს დიაგნოზი აქვს და ამაზე ფიქრობს და ღელავს ყველა ის მშობელი, ვის შვილსაც ეს დიაგნოზი აქვს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, იუვენილური ართრიტის ცნობადობის თვესთან დაკავშირებით, ჩვენი ტრადიციული გადაცემა გავიხსენოთ და რამდენიმე წამში სტუმართან ერთად გავაგრძელებთ. მე უკვე გითხარით, რომ 1 ივლისი არის სიმბოლო ერთგვარად იმ თვისა, რომელიც იუვენილური ართრიტის ცნობადობას ეძღვნება. დიახ, მთლიანად ივლისი ეთმობა ამ ჩანაფიქრს, თუმცა ჩვენ სარგებლობთ შემთხვევით და სწორედ ივლისის პირველ დღეს ვხვდებით ჩვენი გადაცემის მეგობარსა და ძალიან დიდ გულშემატკივარს, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ და რომელსაც ტრადიციულად ამ თემასთან დაკავშირებით მასპინძლობთ ხოლმე. იგი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ქალბატონი თინა თინკუტუბიძე და სწორედ მასთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. დილამშვიდობისათიკა. დილამშვიდობის მოგესალმებით. ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სტუმრობა გადაცემაში და ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის გაზიარება, რასაც მოცემული მომენტისთვის მტკიცებითი მედიცინა ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით გვიზიარებს. მაგრამ როდესაც საუბრობთ იუვენილური ართრიტის აღქმაზე, როგორ იცვლება ცოდნა, როგორ იცვლება დამოკიდებულება ყოველწლიურად, ან პრობლემების ჩამონათვალი, ან კითხვათა ჩამონათვალი, რომელიც ამ თემასთან მიმართებაში პროფესიულ საზოგადოებას აინტერესებს, ეს მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებისთვისაც, იმიტომ რომ შემდეგ ამ გამოცდილების და ცოდნის გაზიარება ფართო საზოგადოებისათვის ნიშნავს არა უბრალოდ ცნობადობის ამაღლებას, არამედ იმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და იმ ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ვისაც ეს პრობლემა ეხება. მოდით გაგვახსენეთ იუვენილური ართრიტის შესახებ, რა უნდა იცოდეს ფართო საზოგადოება. კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. იუვენილური იდიოპათიური ართრიტი ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა არის პედიატრებისათვის. აქ არა მარტო რევმატოლოგებზეა საუბარი, ზოგადად პედიატრებისათვის და ექიმებისათვის.
ძალიან მივესალმები ხოლმე აი ესეთი ტიპის შეხვედრას და ასე ვთქვათ ცნობადობის ამაღლებას, იმიტომ რომ თქვენ აბსოლუტურად სწორედ აღნიშნეთ, რომ მედიცინა მუდმივად განვითარებადი დარგია და მუდმივად განახლებადი არის ინფორმაცია, განახლებადი არის როგორც ინფორმაცია დაავადების მიმდინარეობის შესახებ, მისი გამოწვევი მიზეზების შესახებ და რაც მთავარია, მუდმივად არის ახალი ინფორმაცია დაავადების მკურნალობასთან, მე ასე ვიტყოდი მართვასთან დაკავშირებით, რომელშიც შედის არა მარტო მედიკამენტოზური თერაპია, არამედ ოკუპაციური თერაპია და ყველა ის ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვს ჰქონდეს აბსოლუტურად ასე ვთქვათ, სრულყოფილი ცხოვრების ხარისხი. მოდი ესე ვთქვათ, იუვენილური იდიოპათიური ართრიტი და დღეს უკვე მოკლედ ამბობ ხოლმე, იუვენილური ართრიტი მიეკუთვნება ძალიან საინტერესო ჯგუფს დაავადებებისას, რომელსაც აუტოიმუნური დაავადებები ეწოდება. თუმცა არსებობს გარკვეული მიმდინარეობები, სადაც აუტოიმუნური და აუტოანთებითი პროცესები ცერცობა, თუმცა ეს ძალიან ასე ვთქვათ, დეტალები არის, რომელზეც ახლა მე არ შევჩერდები. უბრალოდ აღნიშნავ, რომ დეფინიციამ, ანუ ამ დაავადების განსაზღვრებამაც გარკვეული ევოლუცია განიცადა წლების და ათწლეულების განმავლობაში და რატომ? დღეს შენ ესე ვამბობთ, რომ იუვენილური იდიოპათიური ართრიტი ეს არის ბავშვთა ასაკის ქრონიკული ანთებითი დაავადება სახსრების უპირატესი დაზიანებით. რატო ვუსვამ ამას ხაზს სახსრების უპირატესი დაზიანებით? ანუ არსებობს დაავადების ისეთი მიმდინარეობა, სადაც საწყის ეტაპზევე არის დაინტერესებული სახსროვანი კომპონენტი და ძვალსახსროვანი სისტემა, თუმცა არსებობს დაავადების ისეთი მიმდინარეობაც, სადაც უფრო მეტად სისტემური მიმდინარეობა და სისტემური კლინიკური ნიშნები იქცევს ხოლმე ექიმის და მშობლის ყურადღებას და სახსრების ჩართულობა პროცესში ხდება მოგვიანებით ეტაპზე, ხანდახან წლების მერეც კი 5-10 წლიანი შუალედიც არის ხოლმე სისტემის პირველი სიმპტომების პირველი გამოჩენიდან შემდგომში სახსროვანი კომპონენტის დაინტერესებამდე. მოდი ვთქვათ, რა არის ზოგადად აუტოიმუნური დაავადებები და აუტოანთებითი დაავადებები. ეს არის სისტემური მიმდინარეობის დაავადებები, რომელთა ძირითადი მიზეზი ეს არის როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი იმუნური პასუხების აბერანტულობა, ცვლილება. ანუ, როდესაც ორგანიზმი გარკვეული ტიპის უჯრედს, ქსოვილს, ანტიგენს აღიქვამს როგორც სხვას და გამოიმუშავებს აუტოანტისხეულებს თავისივე საკუთარი უჯრედისა და ქსოვილის მიმართ. და ძალიან ხშირად მიზანმიმართულად, ანუ ტარგეტული ქსოვილი არის ხოლმე ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემაერთებელი ქსოვილი, შესაბამისად ერთვება ხოლმე პროცესში სინოვიალური გარსი და ბევრი სხვა ისო ქსოვილი და ორგანოთა სისტემა, რომელიც გვაძლევს ხოლმე სწორედ აი კლინიკური გამოვლენების ესეთ მრავალფეროვნებას. არის თუ არა ამ დაავადებებისადმი რაიმე გენეტიკური მიდრეკილება, თეორიულად შესაძლებელია რომ იყოს, თუმცა ჩვენ ამისი ზუსტი გენეტიკური საფუძვლები არ ვიცით, მაგრამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ანუ ფენოტიპი, ეს არის გენოტიპისა და გარემო ფაქტორების ერთობლიობა, ანუ გარკვეული ტიპის გარემო ფაქტორები და ბავშვთა ასაკში უხშირესად ეს არის ინფექციები, არის ხოლმე გამშვები მექანიზმი, ანუ ტრიგერული ფაქტორი იმისთვის, რომ შემდგომში აუტოიმუნური დაავადება წავიდეს. ვთქვი კიდევაც, რომ ეს არის სისტემური დაავადებები, ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც გამომუშავდება გარკვეული ტიპის აუტოანტისხეულის, მხოლოდ კონკრეტულად ერთ უჯრედს არ აზიანებს. ანუ მას სხვადასხვანაირი, როგორ გითხრათ, მულტიკლინიკური გამოვლინება აქვს, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. ანუ ავტოაგრესია, რომელიც შეიძლება სხვა სისტემებს და სხვა ქსოვილებსაც შეეხოს. არსებობს კიდევაც ესეთი მიდგომა, რომ არსებობს ორგანოსპეციფიური აუტოიმუნური დაავადებები, სადაც უპირატესად ერთი რომელიმე ორგანო ზიანდება და არსებობს სისტემური გამოვლენებების აუტოიმუნური დაავადებები, მას მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური მაგალითი არის მაგალითად სისტემური წითელი მგლურა და აი ამ დაავადებათა რანგშიც შედის სწორედ და ჯგუფში შედის იუვენილური იდიოპათიური ართრიტი. განსხვავებით სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისაგან, განსხვავებული არის მისი კლინიკური გამოვლინება, განსხვავებული არის მისი კლინიკური მიმდინარეობა და აქედან გამომდინარეობს მართვად კიდევაც. შესაძლებელია თუ არა ეს დაავადება შეხვდეს ძალიან ადრეულ ასაკში. შესაძლებელი არის. თვითონ კლასიფიკაცია ევროპის პედიატრ რევმატოლოგთა ასოციაცია და ეულარი ევროპის ლიგა რევმატიზმის საწინააღმდეგოდ შეიმუშავა ამ ორმა ორგანიზაციამ ძალიან კარგი კლასიფიკაცია და მოგცა
დაავადების გავრცელების ორი ყველაზე მეტად პიკური პერიოდი. ეს არის სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, სადაც უფრო ხშირად ეს არის სისტემური გამოვლინება და შემდგომში უკვე პრეპუბერტატული და პუბერტატული ასაკი, სადაც უფრო ხშირად ხდება პოლიარტიკულარული და ოლიგოარტიკულარული ფორმის დაავადება. ანუ როდესაც ბევრი სახსარი არის დასაკვირველია. მოდით ესეც აღვნიშნოთ, მაშინ რას ნიშნავს იუვენილური ართრიტი და როგორი ფორმი შეიძლება რომ ეს დაავადება იყოს. არსებობს ოლიგოარტიკულარული ფორმა, როდესაც 4-დან ნაკლები სახსარი არის ჩართული პროცესში, პოლიარტიკულარული ფორმა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სერონეგატიური, სეროპოზიტიური, მიმდინარეობის თვალსაზრისით განასხვავებენ ასევე სისტემური დასაწყისის დაავადებას, ადრე ცნობილი სტილის დაავადების სახელწოდებით, რომელიც ყველაზე ხშირად სწორედ მცირე ასაკის ბავშვებში ხდება, თუმცა არსებობს მოზრდილთა ასაკისთვის დამახასიათებელი სტილის დაავადებაც, არსებობს ფსორიასთან ასოცირებული ართრიტი, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ არის სისტემური კანის დაავადება აუტოიმუნური, რომელსაც შესაძლებელია, რომ დაავადების რაღაცა ეტაპზე თან ახდეს უკვე სახსროვანი კომპონენტი, დაზიანება და არსებობს ენტეზით ასოცირებული ართრიტები და კიდევ არსებობს ერთი ჯგუფი, რომელსაც არაკლასიფიცირებულ ართრიტებს ვეძახით. მოდი ესე ვთქვათ, სისტემური მიმდინარეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ორგანოთა სისტემა არის დაინტერესებული და ეს დაავადება, რომელიც სისტემური ონსეთის, ესე ვეძახით ჩვენ იუვენილური ართრიტი, რომელიც ხდება უპირატესად მცირე ასაკის ბავშვებში, 5 წლამდე ასაკში არის ყველაზე ხშირი მისი გამოვლინება, ვლინდება როგორ მაღალი ტემპერატურა, ჰეპატოსპლენომეგალია, ანუ ღვიძლისა და ელენძის გადიდება, ლიმფური კვანძების გადიდება, გარკვეული ტიპის გამონაყარი, მაკულოზური გამონაყარი, რომელსაც გარდამავალი ეფემერული ხასიათი აქვს, რომელიც ემთხვევა ძალიან ხშირად მაღალ ტემპერატურას და ტემპერატურის ნორმალიზაციასთან ერთად მისი ინტენსივობა მცირდება. ანუ რეალურად რო შეხედავთ ამ ბავშვს, პირველი რაც შესაძლებელია რომ თქვენ გაგახსენებთ, არ იყოს ეს რაიმე ინფექციური პროცესი, არ იყოს ზოგადად გამოვლინება რაიმე სეპტიური პროცესისა და ამას საკმაოდ რთული, ასე ვთქვათ, იმუნოლოგიური მექანიზმი უძღვის წინ. და აი ესეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე ამერიკის პედიატრთა აკადემიას ესეთი მიდგომაც აქვს, რომ ეს არის გამორიცხვის დიაგნოზი. ანუ მანამ სანამ ჩვენ შევჯერდებით იმაზე, რომ ბავშვს აქვს ნამდვილად იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სისტემური გამოვლინება, მაშინ ჯერ კიდევ, როდესაც სახსარი პროცესში ჩართული არ არის და დაინტერესება ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ არ არის, ჩვენ გვჭირდება მთელი რიგი დაავადებების, ასე ვთქვათ, ნუსხის ჩამოთვლა და დიფერენციალური დიაგნოსტირება იმისათვის, რომ ჩვენ ამ დიაგნოზამდე მივიდეთ. თუმცა ერთი ესეთი ძალიან კარგი კვლევა არის ჩატარებული, სადაც ნახეს ის, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ სახსარი დაინტერესებული არ არის, სამეცნიერო კვლევა იყო ესეთი ჩატარებული, შეისწავლეს სინოვიალური გარსი და სინოვიალური, ასე ვთქვათ, სივრცე და ნახეს, რომ მთელი რიგი პროცესები უკვე დაწყებული იყო მორფოლოგიურ დონეზე, მაგრამ ის ჯერ კლინიკურად გამოვლენილი არ იყო. ეს დაავადება ძალიან დიდი ხნის წინ აღწერა ჯორჯ ფრედერიკ სტილმა, თუ არ მეშლება 1848 წელს, რომელმაც კარგად შეისწავლა ესეთი ტიპის ბავშვები და ნახა, რომ როდესაც ისინი ღებულობდნენ კლინიკაში ბავშვებს, მაღალი ტემპერატურა, გამოხატული გამონაყარი, შემდგომში 6-12 თვის შემდეგ, ხანდახან 1 ან 2 წლის შემდეგ ეს ბავშვები უკვე ბრუნდებოდნენ დაზიანებული სახსრით. ანუ რისით აღნიშვნა არის აქ აუცილებელი, რომ იუვენილური იდიოპათიური ართრიტი ეს არ არის ექსკლუზიურად, ანუ მხოლოდ ძვალსახსროვანი სისტემის დაზიანება, აქ ძალიან ბევრი წახნაგი არის გასაშლელი დიფერენციალურ დიაგნოზში. თქვენ ეს შესავალში, როდესაც განმარტება ჩამოაყალიბეთ, გარკვეული მინიშნებით უკვე უთხარით მაყურებელს, იმიტომ რომ თავად განმარტებაში ერთ კონკრეტულ ნაწილს უპირატესი დაზიანებით თქვენ ბრძანეთ სახსრის და ამ წინადადებას უბრალოდ სიტყვათა შეთანხმებას რამდენჯერმე გაუსვით ხაზი და ლოგიკურად მაყურებლისათვის მოსალოდნელი იყო, რომ ამ წერტილთან მივიდოდით, როდესაც თქვენ წარმოაჩენდით სახსრის მიღმა, უამრავი ლოკაცია შეიძლება იყოს საყურადღებო და შეიძლება იყოს პირველი მინიშნება პრობლემაზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის თითქოს ერთი შეხედვით სახსროვანი დაზიანება. მაგრამ აქ არის ერთი კითხვა. იუვენილური ართრიტი, ანუ ბავშვებისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა. როგორ გაგრძელებას პოვებს ასაკის მატებასთან ერთად დასრულდა ბავშვობის ასაკი და იუვენილური ართრიტი თავად როგორც პრობლემა, სამედიცინო დიაგნოზი როგორ გრძელდება?
ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის. მეცაც გეტყვით, რომ აი ამ ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა, როგორიც არის EULAR და EAP, ცალკე შექმნეს პროტოკოლიც კი მართვა, როგორ უნდა მოხდეს ტრანზიტორული პერიოდის განვლა, როდესაც ბავშვი იუვენილური, ასე ვთქვათ, ასაკიდან ეს დაავადება უკვე მოზრდილთა ასაკში გადადის. მოდი აქვე კიდევ ვიტყვი, რატომ ვეძახით ამ დაავადებას და ვამბობთ, რომ ეს არის იუვენილური, ანუ მისი პირველი დებიუტი ხდება 16 წლის ასაკამდე. შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, უპირატესად ეს არის 16 წლის ასაკამდე, მიმდინარეობა სახსროვანი კომპონენტის უნდა იყოს არანაკლებ 6 კვირისა, აქვე აღნიშნა, რომ ყველა სახსრისწყივილი რასაკვირველი ეს მძიმე აუტოიმუნური დაავადება არ არის. მაგრამ მერე შემდგომში უკვე ხდება მათი, ასე ვთქვათ, მოზრდილ რევმატოლოგთა მეთვალყურეობის ქვეშ არიან. დღევანდელი მიდგომა ამ საკითხისადმი იმის გააზრება და სწორედ მტკიცებაზე დაფუძნებული მედიცინა გვაძლევს იმის არაჩვეულებრივ საშუალებას, რომ მართვა ამ ბავშვების მოხდეს ადეკვატურად. დღეს თანამედროვე მედიკამენტები და სამკურნალო საშუალებები, რომელსაც არ დავასახელებ და ვიტყვი, რომ ეს არის დიდი ჯგუფი დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატებისა, გვაძლევს ძალიან კარგ საშუალებას იმის, რომ დაავადება ხანგრძლივ რემისიაში გადავიდეს. ანუ ეს არის არა მხოლოდ დიაგნოსტირება, არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ ადეკვატური ცხოვრების წესის შენარჩუნებაც და ხარისხის უზრუნველყოფაც. ბავშვები თავისუფლად ერთვებიან ყველანაირ სოციალურ აქტივობაში, პირიქით მოწოდებული არის კიდევაც სპორტული აქტივობები და შემდგომში შესაძლებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში რასაკვირველია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მათი ცხოვრების ხარისხი იყოს ისეთივე, როგორც მათივე თანატოლების. აქ არის მთელი, ასე ვთქვათ, მულტიპროფილური გუნდი არის ხოლმე ჩართული მათი, ასე ვთქვათ, დაავადების მართვაში და იმაში, რომ ცხოვრების წესი და ხარისხი მათი იყოს ისეთივე, როგორც მათივე თანატოლების. და ამასთან დაკავშირებული ცნობადობის ამაღლება, ცხადია, არა მარტო ფართო საზოგადოებას ეხება, არამედ აი ახლა ეს საუბარი გარკვეულწილად ეხება ოჯახებს და თავად იმ ახალგაზრდებს, ვისაც ეს პრობლემა აქვთ, იმიტომ რომ ხშირად დიაგნოზი ადამიანს წარმოუდგენია როგორც დამაბრკოლებელი და შემაფერხებელი გარემოება, რომელიც მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. არადა თქვენ მიერ ნათქვამი ინფორმაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ადაპტაცია, ცხოვრების წესის ფაქტორების სწორი შეხამება დიაგნოზთან არის საუკეთესო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ თავად ბავშვმა უკვე ზრდასრულობაში და ოჯახმაც გააცნობიეროს მაქსიმალურად კარგი პროგნოზი იმ დიაგნოზზე, რომელიც შესაძლოა დღეს ცოტა არ იყოს აშინებთ. ეს დაავადება აბსოლუტურად მართვადი არის, ასე რომ ეს ნამდვილად განაჩენი არ არის, მართვადი დაავადება არის. აქვე მინდა ერთი რაღაცა აღვნიშნო კიდევ, რადგან ჩვენი საუბრის თემა ეს არის იუვენილური ართრიტი და სისტემური გამოვლინება ამ დაავადების. დღეს ცნობილი არის, რომ აუტოიმუნურ დაავადებას ერთი საინტერესო თვისება აქვს, რომ შეიძლება რამოდენიმე აუტოიმუნური დაავადება ერთად თან არსებობდეს. და ძალიან ხშირად ერთი აუტოიმუნური დაავადება, როდესაც აქვს ადამიანს, სხვა ფორმისთაც ხდება ეს დაავადებები და სხვადასხვა გამოვლინებები. მაგალითად, ცნობილია ის, რომ იუვენილური იდიოპათიური ართრიტი შესაძლებელია თან ახლდეს ფარისებური ჟიყლის აუტოიმუნური დაზიანება, ჰაშიმოტოს თიროიდიტის სახით. ძალიან ხშირად არის ესეთი შემთხვევები, როდესაც თან არსებობს ერთ პაციენტში იუვენილური ართრიტი და ნაწლავთა ანთებითი დაავადება. ეს საერთოდ ცალკე საუბრის თემა არის, როგორ შეიძლება ნაწლავთა ანთებითი დაავადება იყოს, ასე ვთქვათ, ექსტრაინტესტინალური გამოვლინება იუვენილური ართრიტი შეიძლება იყოს მისთვის დამახასიათებელი. ანუ ნაწლავ გარეთ. მაგალითად, ცნობილი არის კრონის დაავადება, წყლოვანი კოლიტი, რომელთა ხშირად გამოვლინება პირველი შეიძლება იყოს სახსროვანი კომპონენტი. და ყოლია ჩვენ ესეთი პაციენტები. და გარდა ამისა არსებობს ესეთი დაავადება ცელიაკია, რომელიც ასევე მას გარკვეული იმუნოლოგიური საფუძვლები აქვს ამ დაავადების განვითარებას, ამიტომ შესაძლებელია იყოს ერთის მხრივ იუვენილური იდიოპათიური ართრიტი და ამასთან ერთად ცელიაკია. გარდა ამისა არსებობს ძალიან აღნიშნე კიდევაც კლასიფიკაციაშიც არის ესეთი შეტანილი ფსორიაზული ართრიტი, ანუ შეიძლება იყოს ფსორიაზი და ამასთან ერთად იუვენილური ართრიტი. მეცაც გეტყვით, რომ არსებობენ ესეთი პაციენტები, სადაც დააზიანებული არის ყბის სახსარი, მაგალითად ტემპორომანდიბულარული სახსარია ჩართული პროცესში და თუ
პირველი რიგის ნათესავს აქვს ფსორიაზე, ამიტომ ანამნეზს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ანამნეზს. მაშინაც კი თუ პირველი გამოვლინება კანის მხრივ არა აქვს პაციენტს, შესაძლებელია ვიფიქროთ ფსორიაზული ართრიტის არსებობაზეც კი. ანუ აუტოიმუნური დაავადებები ძალიან დიდი ჯგუფი არის. ეს არის ქოლგა, რომელშიც გაერთიანებულია ბევრი სხვადასხვა დაავადება, 100-ზე მეტი ასე ვთქვათ აუტოიმუნური დაავადება არის ცნობილი და შესაბამისად მათი რაოდენობაც მატულობს, ვინაიდან ცნობადობა არის კლასიფიკაცია დახვეწილი არის და შესაბამისად რაოდენობაც უფრო მეტად ისეთი დაავადებებისა, როდესაც და მდგომარეობების ასე ვიტყოდი, რომ არსებობს ერთი აუტოიმუნური დაავადება და ასევე მეორე აუტოიმუნური დაავადების კლინიკური გამოვლინებები არის ხომ ისევე როგორც ლაბორატორიული, საკმაოდ ხშირი არის და ხშირად ჩვენ ამას overlap სინდრომს უწოდებთ, როდესაც ხდება გადაფარვა ორი სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადების ერთმანეთთან. თქვენ ახსენეთ მაგალითად ფსორიაზული ართრიტი, ახსენეთ მაგალითად ფარისებრი ჯირკვლისა და ნაწლავის ანთება ერთდროულად აუტოიმუნური ანთებანის ხედულობაში. ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს მე დარწმუნებული ვარ ახსოვს ამასთან დაკავშირებით ჩვენ ცალ-ცალკე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის დასრულებზე გქონდა არაერთხელ გადაცემა, თუმცა როდესაც ჩვენ საუბრობთ ცოდნაზე და დღეს რაგი ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებით, მოკლედ რომ უთხრათ მაყურებელს, ვიდრე საუბარს დავასრულებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რას ცვლის ეს ცოდნა, როდესაც უკვე ვიცით, რომ არა ერთი, არამედ რამდენიმე აუტოიმუნური პრობლემის ერთდროულად მართვა გჭირდება. ეს ცვლის დამოკიდებულებას თუნდაც იუვენილური ართრიტის უპირველეს ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, დიდი მადლობა ამისათვის. უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ აღნიშნავდი, რომ მუშაობა პაციენტთან ეს არის გუნდური მუშაობა, რომელსაც უნდა გქონდეს ყოველთვის მხედველობაში, რომ ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ პედიატრი, არა მხოლოდ ბავშვთა რევმატოლოგი, პროცესში ხშირად ერთვებიან ენდოკრინოლოგები, გასტროენტეროლოგები, ჰემატოლოგები, ასე რომ ყოველთვის უნდა გქონდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როდესაც ბავშვი არის ერთი რომელიმე აუტოიმუნური დაავადების გამოვლენით, ყოველთვის უნდა გქონდეს მხედველობაში, შესაძლებელია ამის უკან სხვა დაავადებაც იყოს და ყოველთვის მოვუწოდებთ ამას, რომ კომპლექსური გამოკვლევები ჩავატარო და ყოველთვის იყოს გუნდური მუშაობა პაციენტთან. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ თემაზე, რომელსაც მთელი თვე დაეთმობა, მთელი ივლისი დაეთმობა იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებამ და ოჯახებმა მეტი იცოდნენ დაავადების შესახებ და იმ პრობლემების შესახებაც, რომელთა გადაჭრა ცოდნით შესაძლებელია და იმ შესაძლებლობათა შესახებაც, რომელთა მეშვეობით ამ პრობლემის უკეთ მართვა დღევანდელ რეალობაში ნამდვილად შესაძლებელი. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ბავშვთა რევმატოლოგი, პედიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი თინათინ კუტუბიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გელოდებათ. თუ თქვენ ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებელი ბრძანდებით, ძალიან კარგად იცით, რომ ყოველი გადაცემის აუცილებელი ნაწილი არის კვებითი შუქნიშანი. თუ შემთხვევით პირველად უყურებთ ჩვენს გადაცემას, მაშინ დარწმუნდებით, რომ კვებითი შუქნიშანი თემის შემადგენელი ნაწილია და ის ნაწილი, რომელიც ავსებს წარმოდგენას და ცოდნას ამა თუ იმ პრობლემის შესახებ. დღეს სწორედ ართრიტის შესახებ, სახსრების დაზიანების შესახებ ბავშვთა ასაკში. მოდით ცოტა უფრო გავაფართოვოთ საზღვრები და ვთქვათ, რომ სახსრების დაცვა ბავშვებში უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ბევრად არის დამოკიდებული ამაზე ბავშვის განვითარება. თუ ჩვენ შევხედავთ კვებას და როგორი უნდა იყოს კვებით შუქნიშანი, ამ კითხვას გავცემთ პასუხს, მაშინ სამი მთავარი ფაქტორი უნდა გავიხსენოთ. რასაკვირველია ძველსახსართა სისტემის ჯანმრთელობა, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს ამ შემთხვევაში კვება. ეს გახლავთ ანთების მართვა, ანთების დაძლევა, ანთების თავიდანაცილება, მოკლედ ანთებასთან დაკავშირებული კვებითი რეკომენდაციები და ეს გახლავთ ბავშვის ნორმალური ზრდა განვითარება და აი ამ პრობლემის შეფერხების
ყველანაირი თვალსაზრისით თავიდანაცილება, როგორც შეგვიძლია კვების მეშვეობით. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ამისთვის კვება? რა საიდუმლოა დაშიფრული კვებაში აი ამ სამი მთავარი ამოცანის შესასრულებლად. მე წონასწორობის მომხრე ვარ და ამ შემთხვევაში სამი მთავარი ფაქტორი უნდა გაგახსენოთ. სამი მთავარი ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ მცენარეული, ადეკვატური და ცხოველური წარმოშობის ცილა, ეს გახლავთ მცენარეული ბოჭკო და ანთებისაწინააღმდეგო პროდუქტები და ანტიოქსიდანტური ბუნების პროდუქტები. შეგვიძლია ეს პროდუქტები ისე გადავანაწილოთ, რომ სამი ამოცანა აუცილებლად შევასრულოთ. მოდით თვალი შევავლოთ ახლა ამ ჩამონათვალს. მე ცილა ვახსენე და ლაპარაკია მჭლე ცილაზე, ანუ პირობითად ასეთი გამოთქმა არსებობს, როდესაც არასასურველი, არასასარგებლო ცხიმებისაგან თავისუფალ ცილოვან კომპონენტს ვიყენებთ. ჩვენ არ ვამბობთ ცხიმის არ გამოყენებაზე. პირიქით, ცილასთან ერთად ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ცხიმი. ცხიმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისათვის და თქვენ წარმოიდგინეთ ძვალსახსართა სისტემის ჯანმრთელობისათვის, რადგან ომეგა-3-ის გამოყენება მხოლოდ იზოლირებულად კი არა, ომეგა-3-სა და ომეგა-6 შორის თანაფარდობა. მაგალითად, ჩვენ ხშირად გვიყვარს ხოლმე თამამად გამეტებით მცენარეული ცხიმების გამოყენება და ამ დროს არ უნდა შეგვეშალოს მთავარი. მოდით დაუბრუნდეთ ცილების კომპონენტს, უკაცრავად ცხიმების კომპონენტს, იმიტომ რომ სწორედ ცხიმებზე ვსაუბრობ ახლა და მნიშვნელოვანია სწორედ ამას მივაქციოთ ყურადღება. ომეგა-3-ისა და ომეგა-6-ის თანაფარდობა დამოკიდებულია ხშირად ჩვენს არჩევანზე, კულინარიულ არჩევანზე, რომელიც გულისხმობს მცენარეული ცხიმების ზოგჯერ ზედმეტად თამამად და დიდი ულუფით გამოყენებას. არადა ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ანთების ხელშემწყობი ომეგა-6-ის მაღალი შემცველობა და ის თანაფარდობაც, რომელიც სწორედ ომეგა-6-ის სასარგებლოდ უნდა იყოს ყოველთვის ბავშვების ჯანმრთელობისთვის. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ძვალსახსართა სისტემის ჯანმრთელობაზე, ახლა თამამად შეგვიძლია ვნახოთ ის სლაიდი, რომელიც D ვიტამინს უკავშირდება და რომელიც გვახსენებს ტრადიციულ წარმოდგენას. დიახ, ჩვენ აქ გვჭირდება D ვიტამინის გათვალისწინება კვების რაციონში და აუცილებლად გათვალისწინება კალციუმისა ასევე ყოველდღიურ რაციონში. და კალციუმის როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წყაროს გათვალისწინება, ამიტომ არის ხოლმე ხაზგასმული თუ ბავშვს რაიმე შეზღუდვა და უკუჩვენება არ აქვს რძისა და რძის პროდუქტების მოხმარებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ფერმენტირებული პროდუქტების გამოყენებასთან მიმართებაში, ჩვენ ის უნდა აუცილებლად გამოვიყენოთ ბავშვის კვების რაციონში. ეს არის ის თითქოს ნაცნობი წარმოდგენა, რომელიც აუცილებლად საკვების ჯგუფებში უნდა გადავიტანოთ. მაგალითად, სად უნდა ვიპოვოთ ის აუცილებელი ნივთიერებები, რომელიც ბავშვის ძვალსახსართა სისტემას, ბავშვის ანთებისაწინააღმდეგო კვებას და ბავშვის ადეკვატურ ზრდა-განვითარებას სჭირდება. ცილასთან და ცხიმთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს მაგალითად ბოსტნეულის როლი. არ უნდა დაგვავიწყდეს ხილის როლი, არ უნდა დაგვავიწყდეს მარცვლეულ ბურღულეულის როლი და განსაკუთრებით სწორედ ამ ჯგუფებში უნდა გამოყოთ ის პროდუქტები, რომელიც მე უკვე ვახსენე, ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე. ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები მრავალფეროვნებით, ისევე როგორც ცისარტყელათეფშზე, ანუ ანტიოქსიდანტები, ანტიდამჟანგავები თავისი მრავალფეროვნებით. როდესაც ცისარტყელაზე ვსაუბრობ, მე მხედველობაში მაქვს რასაკვირველია ჩამონათვალი პროდუქტებისას, სადაც ფერად-ფერადი პროდუქტები, ეს არის სხვადასხვა ფერის პიგმენტის შემცველი და ამ პიგმენტების მიღმა დაშიფრულია ანტიოქსიდანტები, ანტიდამჟანგავი პროდუქტები და მათი მრავალფეროვნება ანთებისაწინააღმდეგო პროდუქტებთან ერთად, თავად ანტიოქსიდანტებსაც აქვს ანთებისაწინააღმდეგო ეფექტი, ქმნის იმ განსაკუთრებულ ერთობას, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს ბავშვის თეფშზე. როგორ თეფშზე? რომელ თეფშზე უნდა მოხდეს ეს პროდუქტები? თეფშზე, სადაც ყველაფერი წონასწორობაშია. სულ ცოტა 5 ჯგუფის, 5 ფერის პროდუქტის გათვალისწინება. და თუ ჩვენ საუბრობთ კანონზომიერებაზე, სადაც ბავშვს ადეკვატური წყლის მიღება ჭირდება, ცხიმის გათვალისწინება, ფიზიკურ აქტივობასთან შეხამებით, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ მაგალითად, როგორი უნდა იყოს აქ წონასწორობა, მოხმარებულ და დახარჯულ ენერგიას შორის, საკვების შიგნით ნივთიერებებს შორის წონასწორობა, სწორი თანაფარდობა როგორც ჯგუფებს შორის, ასევე ცალკეულ ნუტრიენტებს, ანუ საკვებ ნივთიერებებს შორის. და ასეთ შემთხვევაში არ უნდა
დაგვავიწყდეს ანთებაში მნიშვნელოვნად ჩართული ჩვენი ნაწლავი, ანთების რეგულაციაში მნიშვნელოვნად ჩართული, ისევე როგორც საკობი ნივთიერებების შეთვისებასა და დანაკარგში, აი ამ წონასწორობის დაცვაში მონაწილე ნაწლავი. ნაწლავი, რომელიც იმუნიტეტსაც უკავშირდება, როგორც მოგახსენეთ, ანთებასაც ბევრად განსაზღვრავს და საკობი ნივთიერებების ბალანსაც. და აი ამ კანონზომიერების გათვალისწინებით უნდა იყოს აგებული ბავშვის ყოველდღიური კვება, იმისთვის რომ პრობლემები ავიცილოთ თავიდან და რა თქმა უნდა არსებული პრობლემების შემთხვევაში ბავშვის ჯანმრთელობისათვის მინიმალური ზარალით მოვახერხოთ გამოსავლის მოძებნა. თანაც ისე რომ აუცილებლად შევახამოთ ყველა ის ზოგადი ცოდნა, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობია და რომელზედაც ყოველდღე ვსაუბრობთ თქვენ და მე. და როდესაც ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ჩვენ გულისხმობთ მაგალითად გადამუშავებული პროდუქტების რისკზე, რომელთა რისკი დასაბუთებულია სახსრების პრობლემების შემთხვევაში. ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ტრანსცხიმებზე ზოგადად და მათი რისკი დასაბუთებულია სახსროვანი პრობლემების შემთხვევაში. ჩვენ ვსაუბრობთ შაქრით, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით, ფუჭი კალორიებით დატვირთვაზე და ნაკლებ საკობი ნივთიერებაზე, როგორც რისკზე სხვადასხვა პრობლემის დროს, ესეც გათვალისწინებელია სახსრების პრობლემების შემთხვევაში, ისევე როგორც მაგალითად ენერგეტიკული სასმელებით, გაზიანი სასმელებით, ალკოჰოლის არარაციონალური გამოყენების შემთხვევაში. არ იფიქროთ, რომ ბავშვების შემთხვევაში ეს არ არის აქტუალური თემა. სამწუხაროდ, ზოგიერთი მდგომარეობა გვიკარნახებს, რომ აუცილებლად გავამახვილოთ ამაზე ყურადღება, იმიტომ რომ ადრეულ ასაკში ალკოჰოლის მოხმარება თუნდაც ეპიზოდურად არის უდიდესი ტვირთი ბავშვის ჯანმრთელობისათვის ნებისმიერი სისტემის ჭრილში. წყალი რომ სჭირდება ბავშვის ძვალსახსართა სისტემას, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და რომ წყლის ადეკვატური ბალანსის გარეშე სახსრის ჯანმრთელობა წარმოუდგენელია. თუმცა ფიზიკურ აქტივობასთან, ცხოვრების წესის სხვა ფაქტორებთან ურთიერთშეხამებით წონასწორობა მიღწევადია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს წონასწორობა წონასთან მიმართებაში. მაგრამ აქ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი. წონაც და ყველა ის პარამეტრი, რომელიც მე ვახსენეთ, შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, ადვილად გასაგები მინიშნება ბავშვის არასრულფასოვან ნაკლებობაზე. რა მნიშვნელობა აქვს ბავშვი ჭარბწონიანია თუ დეფიციტური წონა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს რომელი ჯგუფი ნუტრიენტები, საკობი ნივთიერებების აკლია ბავშვის ორგანიზმს? ჩვენ ვსაუბრობთ ჯამურად არასრულფასოვან ნაკლებობაზე, ანუ მალნუტრიციაზე და ეს გახლავთ უზარმაზარი ტვირთი, უნივერსალური ტვირთი ყველა ასაკში და განსაკუთრებით ბავშვებისთვის, სადაც გაგახსენებთ. ჩვენ არა უბრალოდ სახსარს უნდა მოვუაროთ, არამედ უნდა შევასრულოთ 3 ამოცანა, უბრალოდ გადავჭრათ 3 ამოცანა. შევინარჩუნოთ ძვალსახსართა სისტემის ჯანმრთელობა, დავიცვათ ანთებისგან და ამაში გამოვიყენოთ ნებისმიერი პროდუქტი, ხოლო მესამე მთავარი ამოცანაა ჩვენი შვილების ნორმალური ზრდა განვითარების უზრუნველყოფა კვების ნებისმიერი კომპონენტით და ნებისმიერი არჩევანით, რომელიც კვებას უკავშირდება. ჩვენი არჩევანი დღეს კი სწორედ ეს კვებითი შუქნიშანია, რომელიც თემატურად გაგიზიარეთ და მე იმედი მაქვს ძალიან ბევრ პრაქტიკულ რეკომენდაციას შეგძენთ. ამ სიტყვებით გემშვიდობებით ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.